თავისუფლებას მივცემ და სურამის ლეგენდა ყველა მიცით, ბუნებრივია. მაგრამ ერთი ბებერი სურამისგან, ჩემთვის ბებერი, ეხლა თუ ცოცხალია, 100 გადაცილებული იქნება. აზომებზე მუშაობდი ხაშურის რაიონში. აი, 1 წელი კი დავჭირდა, დიდი რაიონი ყოფილა ძალიან. სუფრას მოყვარდა. ისე ჩამჩა გულში არ არის ბოლომდე აშენებული. არც არასოდეს არ ყოფილა სურამის ციხე დასრულებული. მეთქი რა, მე მეგონა რომ ჩამოინგრა, უბრალოდ ჩამოიშალა და რა. არა, დასრულებული არის ხო? იმიტომ რომ ეს ახლა მივიწყებული არისო და დილასო ხმაურზეო გამოვიდა მეფეო. იქ არის. და ელოდება რომ სურამი ჩაატანონ რა კედელში. მეორე დღეს უნდა დილიდან წავიდე სამუშაოები. გამოვიდაო და რას ხედავს? სავსე ეზო, ქალები თუ და ახალგაზრდები. რა არის? ესო ეს ქართველი დედები არიანო, თავის დედის ერთა ვაჟები მოიყვანესო მეფემ. აცრემდაო მეფე და გამაცხადა, აღარც ააშენოთ. თუ ჩვენ ამდენი დედა და ამდენი შვილი გყავსო რომ თავი გადადონო. ხო, რაღაცა ჩავაყოლოდო. ყველა ქვეყანას. ყველა გალავაზეძლიერი ესენი იქნებიან. და ციხეო არ დასრულებულა. შეაშო, აღარ არის საჭირო. მე უბრალოდ მხატვრულად გაფორმდაო და ეს მეორე ვერსია არის ყველაზე გავრცელებულიო რა. სახე და ფორმა მიიღო. ეხა შეიძლება ის უფრო სიმართლე, შეიძლება ეს. მაგდენი არ ვიცი, მაგრამ მე ეს უფრო მომწონს ეს ვერსია. მშვენიერია. კი. მშვენიერია. აუგუსტე ეს რამდენიმე ასეული. გამოადგებოდე ვიდრე კედელში ჩატანებული. რა კაია მაგრო თქვით ახლა, სუგულში მქონა მაგ. რატო ჩააყოლესო ხო? ასე არ არის ჩაყოლებული. დავწყნარდი. ამას რომ კითხულობდი ხოლმე, აი, მთელი ბავშვობა ყოველთვის არის, ყოველთვის განცდებით. ყველა ერში, ყოველთვის მე სამაგალითოდ მომყავს ნაღდი ამბავია თან ისრაელის კნესეთის სხდომები თავიდან იმართებოდა შუშის გადაღმა რა, ანუ პრესა და რაღაცა აქეთ არის და ეს მაკავური პარლამენტი ისწავლები იქით არის. ეს უყურებენ. და შინაგან საქმეთა მინისტრთან მიდის არ ვიცი რა და კურიერი რეფერენტი რაღაცა მიდის რაღაცა ეჭვება. ეს ამოდგა თურმე ფეხზე მიდის პრემიერთან. იმას ახლა დაიძაფრა თურმე ჟურნალისტები რომ რაღაცა ხო არ ხდება, ხო რაღაცა ხდება ქვეყანაში რა. და თან სუნტრის გარემოცვაში იყვნენ ეს ებრაელები. სამდი დამთავრდა ჯერ ჟურნალისტები, თან ებრაელები და უკვე იციან ყველაფერი და რომ გამოსულა. ეტაგენან პრემიერს. რომ გავიგეთო რაც მოხდაო, რომ კურდობა მოხდა ისრაელის ახალშეკრებულ სახელმწიფოშიო, კურდიო დაიჭირესო და აღმოჩნდა ებრაელიო. რა კომენტარი გექნებათ? ესეც კაი შევერტყილი ბებერი ებრაელი. ჩაიცინა და ძლივს არ გავხდით სახელმწიფო. იმ სახელმწიფოს თავის კურსის უნდა გავდეს, თავისი ჯარისკაცის, თავისი პოლიციის, მეცნიერის და ასე შემდეგ. აი ახლა მაგიტომ ღიზიანდები რა თქმა უნდა, მე თო შემინდოს უფალმა ჩამიგაღიზიანება ამ ამბებზე ზოგიერთ კომენტარს რო ხედავ, გინდა სოციალურ ქსელში, გინდა ისე პატრიარქთან დაკავშირებით ვამბობ. უკაცრავად ბელგიიდან მირეკავენ რა და გაცებას. აი ბელგიიდან რეკავენ ქართველები. მინს ნაღდი ქართველი ერთა. ბატონო კეთი საქართველოს. რა ვიცი ღვთისმსხალობით კეთი. თემური გისმენ. აა